მოგესალმებით, მე ვარ ლალიკო თბილისი მედიკიდან. დღეს ჩვენთან იმყოფება კლინიკა ახალი მწერას ოფთალმოლოგი ნინი დვალი. ნინი, მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ ჩვენთან ხარ. მოდი დავიწყოთ ტრადიციული კითხვით, ასე ვთქვათ, რატომ გადაწყვეტეთ სამედიცინო მიმართულებით რომ ჩაგებარებინა და კონკრეტულად ოფთალმოლოგი? ჩემ შემთხვევაში არ იყო ძალიან რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მაინც მე-12 კლასამდე ვყოყმანობდი. ეს გადაწყვეტილება მივიღე აი უკვე სკოლის დამთავრების როცა მივხვდი რომ მინდა წასვლა ამერიკაში, იქ მინდოდა მესწავლა და იქ ჩამოყალიბებულიყავი ექიმად და რადგან ამერიკული ჯანდაცვა და ამერიკული მედიცინა ცნობილია რომ არის ძალიან კარგი, ძალიან გამართული და ექიმები არიან ძალიან მაღალ კვალიფიციური, ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი დიდი გადამწყვეტი ფაქტორი. და სწორად ასე დაალაგდა რომ სკოლის მერე წავედი ამერიკაში, იქ დავამთავრე ბაკალავრიატი, სადაც მივიღე ნეირომეცნიერების მხრივ განათლება. ჩემი ასე ვთქვათ პირველი პროფესია, პირველი განათლება არის ნეირომეცნიერება და შემდეგ უნდა წავსულიყავი სამედიცინო უნივერსიტეტში. ამერიკაში ამას მოიხსენიებენ როგორც სამედიცინო სკოლად, ანუ med school, რომელიც ითვლება უკვე უმაღლესი განათლების მეორე საფეხურად, რაც ამერიკაში არის ძალიან რთული, არა ამერიკის მოქალაქისთვის და ვისაც ამ მხრივ ოდესმე ჰქონია ინტერესი, ყველამ ეს ამბავი იცის და ამ დროს თან საქართველოში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა ძალიან კარგი ამერიკული პროგრამა ემორის უნივერსიტეტთან ასოცირებული და გადავწყვიტე რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და სამედიცინო განათლება გამეგრძელებინა სწორედ საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკულ პროგრამაზე. და მინდა თქვა რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. თავიდან ამერიკით და მე უკვე გაგრძელე საქართველოში სწავლა. რა მინდა კითხო იცი, ეს იქ რადგან ხაზი გაუსვია ამერიკულ მედიცინას ვთქვათ და თვითონ სტრუქტურას ვთქვათ სწავლების და ასე შემდეგ, ეს შენი გადაწყვეტილება იყო, შენ გინდოდა ვთქვათ თუ აი ოჯახიდან გამომდინარე მიიღე ეს გადაწყვეტილება რომ ვთქვათ იქიდან დაგეწყო სწავლა და ვთქვათ მე გაგეგრძელებინა აქეთ უკვე. რატო გქონდა ეს გამძაფრებული ის ვთქვათ შეგრძნება რომ იქ ამერიკაში უნდა გესწავლა ან ევროპაში და არა საქართველოში? საერთოდ იქიდან დავიწყებ რომ ჩემი დაც ამერიკაში ცხოვრობს უკვე ძალიან დიდი ხანია განათლება იქ აქვს მასაც მიღებული და სულ რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა რომ წავსულიყავი ამერიკაში და იქ მიმეღო უმაღლესი განათლება და მით უმეტეს ისეთ სკოლა დავამთავრე, სადაც ამისკენ იყო მოწოდება, ყველა ვინც ამერიკული აკადემია დავამთავრე და უმეტესობა მიდიოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად და აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკაში. ეხლაც ისევეა შენარჩუნებული ეს ტენდენცია და ძალიან მინდოდა, ჩემი გადაწყვეტილება იყო ცალსახად, ოჯახისგანაც მხარდაჭერა მქონდა, რა თქმა უნდა არ უნდათ რომ წავსულიყავი და სხვა ქვეყანაში მეცხოვრა და წელიწადში ორჯერ ვენახე, მაგრამ მხარი დამიჭირეს. და როცა გადავწყვიტე აქ გადმოსვლა, ამაშიც ძალიან მხარი დამიჭირეს, ძალიან გაუხარდათ და ეს იყო სხვათა შორის ჩემთვის უფრო რთული გადაწყვეტილება იყო ეს, რომ საქართველოში ამდენი წლის მერე უნდა დაუბრუნებულიყავი ისევ საქართველოში და ისევ გამეგრძელებინა აქ სწავლა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ისე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ რომ ნამდვილად კარგ უნივერსიტეტში მოვხდი, კარგ პროგრამაზე. ძალიან კარგი ლექტორები მყავდა, ძალიან კარგი კურსი მყავდა და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო იმ მომენტისთვის ჩემთვის. მამაშვილის ტანდემი მედიცინაში ზოგადად ძალიან დიდი ინტერესს იწვევს. მე მაინტერესებს როგორი არის ბატონი მერაბ დვალის შვილობა, როდესაც კლინიკაში გიწევს მასთან ერთად მუშაობა. მე როგორც ვიცი, საქართველოში როდესაც ჩამოხვედი, მენტორი იყო, ხო? იყო და ეხლაც არის, ხო? რეზიდენტურის პერიოდში უგულისხმობ. რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი არის, კი ბატონო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი არის და რა თქმა უნდა მეც რადგან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა დავამთავრე, ჩემი ხელმძღვანელიც იყო.
და რადგან კოლეგები ვართ, რა თქმა უნდა, ეს საქმიანი ურთიერთობა დღემდე გრძელდება და ყოველთვის ესეა, რომ ყავს საერთო პაციენტები, ერთმანეთის იმედი გვაქვს რაღაცეებში და მე მხოლოდ დადებითად შევაფასებდი ამ გამოცდილებას. პაციენტების მხრიდან თუ არის ხოლმე ვთქვათ, იმის მოლოდინი, რომ რაღაცა ვთქვათ, აი გვარიდან გამომდინარე, რაღაცა უფრო მეტის მოლოდინი აქვთ და უფრო რაღაცა სხვანაირად არიან ხოლმე განწყობილები. იმიტომ რომ ბატონმა მერაბდვალმა ასე ვთქვათ თავისი ადგილი, ესე მყარი ადგილი დაიკავა უკვე ოფთალმოლოგიაში, თავისი ინოვაციურობით, თუნდაც აი რკალიდან გამომდინარე, როგორც ვიცი მე ამაზეც მოგვიყევი, რომ მის მიერ შექმნილი რკალი, რომელიც ინერგება კერატოკონუსის დროს არის დაპატენტებული, ასე ვთქვათ და არ მხოლოდ საქართველოში, სხვაგანაც იყენებენ. დიახ. რა თქმა უნდა კი არის იმ პაციენტებისგან ახლა ვისაც გაუგია მერაბდვალი ან ვთქვათ მეგობერს აქვს ოპერაცია ჩატარებული ან რაღაც გადმოცემით იციან ხო რა თქმა უნდა კი თითქოს უფრო მენდობიან კიდეც რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის მე ვიტყოდი რომ დადებითია დიახ რა თქმა უნდა მე ვიტყოდი რომ დადებითი არის თუმცა ამასაც ხაზს გაუსვამ რომ ეხლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა პაციენტი მყავს რომელიც უკვე იმ ეპოქაში დაიბადა როცა უკვე თქვათ სოციალურ მედიაც უფრო იყო უფრო იციან მაგალითად აი საზღვარგარეთ ამბებიც უფრო იციან და თქვათ აქ მოდიან და გვეუბნებიან რომ აი მინდა ოპერაციის გაკეთება და ვინ მიკეთებს ოპერაციას თქვათ ამითი ინტერესდებიან უკვე აი ბოლოსკენ და ხო უკვე აი ზოგი ახალგაზრდა არის ვინც სახელობითად არ მოდის მაგალითად კონკრეტულად მერაბდვალის შვილთან მაგრამ მოდის იმიტომ რომ იციან რომ გვაქვს სრული ოფთალმოლოგიური მომსახურება მაგალითად და ის სტანდარტი რაც არის ევროპაში და ამერიკაში არის ჩვენთანაც და მოდიან სწორედ ამ მომსახურების მისაღებად. გასაგებია. მოდი რკალთან დაკავშირებით გვიყევი და მერე გადავიდეთ აი კერატოკონუსთან დაკავშირებით თქვათ რა არის რომ განგვიმარტო და ამ დაავადებაზე რომ ვისაუბროთ. მარტივი რომ იყოს თქვათ პაციენტებისთვის ვისაც რაიმე სიმპტომი აქვს, ჯერ არ იცის, ან აქვს უკვე და თქვათ რაღაცები რომ განმარტოთ. პირველ რიგში მაშინ დავიწყოთ თვითონ დაავადების განმარტებით. კერატოკონუსი ეს არის რქოვანი ნაგარსის დაავადება და რქოვანი არის თვალის პირველი გამჭვირვალე გარსი რომლიდან შემოდის შუქი. ანუ ეს არის პირველი გზა, რასაც შუქი, ასე ვთქვათ, ხვდება და სხივი ხვდება. კერატოკონუსი არის რქოვანის დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და იწყებს ნელ-ნელა წინ წამოსვლას. ეს არის რქოვანას სტრუქტურული დაავადება. ანუ რქოვანა ამ დროს არის უფრო სუსტი და ამის გამო იწყებს ფორმის შეცვლას და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს არის პროგრესირებადი დაავადება, ანუ ეს დაავადება რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრესირებს, თუ არ ჩავერიეთ და ასევე სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ეს არის უფრო ახალგაზრდების დაავადება. ანუ იწყება სადღაც 15 წლიდან 30 წლამდე დიაპაზონში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 15 წელზე უფრო პატარა ბავშვს არ შეიძლება ქონდეს კერატოკონუსი. ნამდვილად შეიძლება ქონდეს 6 წლის ბავშვსაც, 10 წლის ბავშვსაც. ნინი, აი როგორ გითხრა, ეს სიმპტომები თუ არის რაიმე ისეთი, რითიც შეგვიძლია რომ რაღაცა ვიფიქროთ, რომ მინიმუმ ოფთალმოლოგთან მივიდეთ. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ ამას სჭირდება გენეტიკური განწყობაც. 100-დან 100 შემთხვევაში არა, მაგრამ რა თქმა უნდა არიან ოჯახები, ვისაც თანაც ნამდვილად ჩანს ეს ტენდენცია, რომ ვთქვათ, დაძმებს აქვთ ეს დაავადება, მშობლებს და ასე შემდეგ. თუ ვიცით, რომ ოჯახში ვიღაცას აქვს კერატოკონუსი, რა თქმა უნდა, ბავშვი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ პროფილაქტიკურ გეგმიურ შემოწმებაზე ჩივილების აღმოჩენამდეც, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი შეიძლება ეს დაავადება მიდიოდეს განსაკუთრებული ჩივილების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვისაც აქვს ზოგადი ატოპიური ფონი, ეს რას ნიშნავს? აქვს მაგალითად ატოპიური დერმატიტი, ეს არის ტკანის დაავადება, ვინც არის ძალიან ალერგიული, ვისაც აქვს კოლაგენის რომელიმე ტიპის სინთეზის დაავადება, მაგალითად სინდრომები, როგორც არის ელერდანოსის სინდრომი, მაგალითად. ასევე დაუნის სინდრომიან პაციენტებში არის საკმაოდ ხშირად, ამიტომ როცა არის ზოგადი ალერგიული ფონი გამოხატული და განსაკუთრებით თუ ბავშვი ან ზრდასრული არ აქვს მნიშვნელობა ხშირად ისრისავს თვალებს და ამბობს რომ ეს წვისგან ისრისავს ან სიმშრალისგან ისრისავს არ აქვს მნიშვნელობა. აი ხშირი რამდენი მაგალითად რამდენად ხშირი?
ვინც ყოველდღიურად ამას აკეთებს. აი, თვეში ერთხელ გააკეთა, იმიტომ რომ თვალში რაღაც ჩაუვარდა, რა თქმა უნდა, არა. ორივე თვალზე თუ ძირითადად ორივე თვალზე უნდებათ ხოლმე, ორივე თვალი უნდებათ რომ მოისრისონ. ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ნიშანი, რის გამოც უნდა მივიტანოთ ეჭვი კერატოკონუსზე. თუ არა, ოფთალმოლოგს მაინც შევამოწმებინოთ ასეთ შემთხვევაში. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თქვენ ყავდათ ჩემი კოლეგა სტუმრად თამარ კვიტაშვილი და იმან თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. ყველა ასაკის ბავშვის მიყვანა შეიძლება ოფთალმოლოგთან და მე დავამატებდი, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ნეიროტიპიური განვითარების ბავშვებს, არამედ იმ ბავშვებსაც კი, ვისაც აქვთ თუნდაც დაუნის სინდრომი, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირი არის ამ პოპულაციაში კერატოკონუსი. ნებისმიერი ტიპი განვითარების ბავშვის და ასევე ნებისმიერი ასაკის ბავშვის მიყვანა ოფთალმოლოგთან არის აუცილებელი. ხანდახან ელოდებიან ხოლმე, რომ ბავშვმა დაიწყოს ლაპარაკი, რომ ხედველობა სრულყოფილად შევამოწმოთ. თუ რაღაცა არ მოსწონს მშობელს, ან რაღაცაში ეჭვი ეპარება, თვეების ბავშვის მიყვანაც ოფთალმოლოგთან შეიძლება და 1 წლის ბავშვის და 2 წლის ბავშვისაც არ ველოდებით არაფერს. და კერატოკონუსი ზუსტად არის ის დაავადება, რომლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და რატომ? პირველი ჩვენი ჩარევა ძირითადად კეთდება იმისთვის, რომ დაავადება გავაჩეროთ. რადგან მას აქვს უნარი იპროგრესიროს აგრესიულად 35 წლამდე და ნელ-ნელა, თქვათ 40 წლამდე შეიძლება ცოტა რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ მაგალითად 15 წლის ბავშვს მთელი ცხოვრება აქვს წინ 35 წლამდე და ამიტომ უნდა დროულად ჩავერიოთ ამ მდგომარეობაში. ნინი, რა მინდა კითხო, წეღან თქვი, რომ თქვათ გენეტიკური განწყობა, როდესაც არის თუნდაც ჩივილების და სიმპტომების გარეშე, მაინც უნდა მოხდეს მიყვანა ბავშვის, თქვათ, რომ შემოწმდეს. ანუ მე მაინტერესებს აი სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით ტექნოლოგია თუ არის ისე განვითარებული, ვთქვათ, რომ შესაძლებელია მსგავსი ტიპის პაციენტებს, რომლებსაც ჯერ სიმპტომებიც არ აქვთ გამოვლენილი და ვთქვათ, არის ძალიან დაბალი პროცენტულობა იმისა, რომ კერატოკონუსი განვითარდეს, ან არის წამოსული, რომ დაიდენტიფიცირდეს მსგავსი პაციენტები. რა თქმა უნდა შეიძლება. მე მეცაც გეტყვით, შეიძლება მხედველობა იყოს ძალიან მაღალი, პირობითად 100% ან 90% და პაციენტი სულ არ მოვიდეს ჩვენთან, იმიტომ რომ აქვს მხედველობითი ჩივილი, აქვს მაგალითად თვალების წვა და ამისთვის მოგვაკითხა. მაგრამ ასეთ პაციენტს შეიძლება მაინც ჰქონდეს კერატოკონუსი. ზოგადად უტყუარი დიაგნოსტიკა ეს არის ტოპოგრაფია და ტოპოგრაფია ეს არის კომპიუტერული, მაღალტექნოლოგიური, ძალიან ზუსტი გამოკვლევა, რომელიც რქოვანას 6-ვე შრეს ანალიზს უკეთებს, ასე ვთქვათ, და ამის დახმარებით შეგვიძლია ზუსტად დავსვათ კერატოკონუსის დიაგნოზი. ეს შეიძლება იყოს პირველი სტადიის კერატოკონუსი, როცა მხედველობა იყოს ძალიან მაღალი. და აქ მაგალითად პრევენციული ზომები შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ეს დაავადება არ პროგრესირდეს და მაღალი მხედველობა შენ არ ჩუნდეს, ან შეიძლება დავაკვირდეთ დინამიკაში პაციენტს. ანუ ბევრ რაღაცას ვითვალისწინებთ, ასაკს ვითვალისწინებთ, მავნე ჩვევებს და მავნე ჩვევებში ვგულისხმობ აი თვალების მოსრესას. ასეთ პაციენტებს ასევე ვეუბნებით, რომ უნდა გააკონტროლონ შეძლების დაგვარად ძილის პოზიცია, იმიტომ რომ თუ ძინავთ მუცელზე ისე რომ თავი აქვთ ბალიში ჩარგული, ასე ვთქვათ, სახით, ესეც რქოვანის დეფორმაციას უწყობს ხელს. ანუ არის მსგავსი აზრი გავრცელებული, ასე ვთქვათ, რომ როდესაც თვალებს ისრისავენ, ამან თუ არ არის გენეტიკური განწყობა, თუ არ არის უკვე განვითარებული რაიმე, შეიძლება რომ გამოიწვიოს კერატოკონუსი. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტში არა. თქვა თუ ავიღებთ 10 პაციენტს, ვინც მუდმივად ისრისავს თვალებს, ვერ გეტყვით, რომ 10-ვეს დაემართება კერატოკონუსი, მაგრამ რაღაცა პროცენტში შეიძლება. ამიტომ ეს არის თვალების მოსრესა არის ყველაზე დიდი მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორი. გენეტიკას ჩვენ ვერაფერს უზამთ სამწუხაროდ, ვერაფერს უზამთ რქოვანის, თქვა, აგებულებას, ვისაც თხელი რქოვანა აქვს დაბადებიდან. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კერატოკონუსი აქვს ამ ადამიანს. უბრალოდ შეიძლება განუვითარდეს კერატოკონუსი, ცოტათი უფრო მაღალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ეს პაციენტი, მაგრამ თუ ზევიდან კიდე თვალს ისრისავს, შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს. პროვოცირებს ეს დამატებით. და ეს კიდევ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეხება ასევე იმ პაციენტებს, ვისაც გაკეთებული აქვს ლაზერული კორექცია. იმიტომ რომ ლაზერული კორექციის დროს ჩვენ ხელოვნურად ვათხელებთ და ფორმას ვუცვლით რქოვანას და ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ კერატოკონუსს მართებთ, მაგრამ თვალების მოსრესა ამ ადამიანებისთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ თხელ ფორმა შეცვლილ რქოვანას შეიძლება მიუცეთ, რომ რაღაცა შეიცვალოს თუ სულ ვისრისავთ თვალებს. ამიტომ ლაზერულ კორექცია გაკეთებულ პაციენტებს თვალების მოსრესა
თუმცა მკაცრად ეკრძალება, მით უმეტეს 40 წლამდე. ძალიან საინტერესოა ეგ ინფორმაცია. ნუ დღეს ლაზერ კორექციას ან ბევრი უკვე აქტიურად მიმართავს. და ძალიან საჭირო ინფორმაცია. კარგი, მოდი გადავიდეთ კერატოკონუსთან დაკავშირებით ვთქვათ, დავაიდენტიფიცირეთ ადრეულ სტადიაზე. რა უპირატესობას ანიჭებს ეს, ვთქვათ, გვიან სტადიაზე აღმოჩენილს, ანუ მაინტერესებს კონკრეტულად რა მეთოდებია მკურნალობის ამ დროს. რომ გავაჩეროთ. მეთოდებს ვირჩევთ ინდივიდუალურად მონაცემებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა პაციენტის სურვილებიდან გამომდინარე, პაციენტის ასაკიდან გამომდინარეც. თუ სიტყვაზე პაციენტს აქვს მაღალი მხედველობა, რომელიც მას აკმაყოფილებს. ანუ არ უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს, ვთქვათ, მანქანასაც ატარებს, მუშაობს კიდეც, არანაირი ჩივილი არ აქვს, მაგრამ აქვს კერატოკონუსი. მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაზე მარტივი ჩარევა, ეს არის რქოვანას დასხივება ультраისფერის სხივებით, ამას ქვია cross-linking-ი. Cross-linking-ი არის საკმაოდ სწრაფი და მარტივი პროცედურა, დაახლოებით 9 საათიანი არის. როცა პაციენტი არის ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, ანუ წვეთებს ვაწვეთებთ, რომ გაყუჩდეს თვალის ზედაპირი, პაციენტი წევს, ვაწვეთებთ რიბოფლავინის წვეთებს, ეს არის B ვიტამინის წვეთები, ეს ტიპითელი შეფერილობის არის, ვისაც გაკეთებული აქვს ეს პროცედურა ემახსოვრება, 20 წუთი ვაწვეთებთ, 10 წუთი ვასხივებთ. ნუ ეს სხვადასხვა პროტოკოლებია, ეს მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითად. ცოტათი არასასიამოვნოა თვითონ ის დასხივების პროცესი. მაგრამ რეაბილიტაციას რაც შეეხება, იმ დღესვე მიდის სახლში და რამდენიმე დღეში უბრუნდება თავის ჩვეულ ცხოვრებას. ეს ჩარევა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გავაჩეროთ კერატოკონუსის პროგრესირება, ანუ რქოვანა რომ კიდე უფრო არ გათხელდეს და არ წამოვიდეს წინ. ანუ ეს არის სამკურნალო პრევენციული საშუალება. ეს არაუმჯობესებს მხედველობას. ეს უბრალოდ პროგრესირებას ვაჩერებს. კი, აქვე მინდა გკითხო, აი ვთქვათ, ვისაც უკვე რკალი აქვს გადანერგილი და ნუ ვთქვათ, მხედველობის პრობლემა აქვს და ასე შემდეგ, ნუ კერატოკონუსიდან გამომდინარე, მათთვის თუ არის შესაძლებელი ამის შემდგომ, როდესაც მოხდება გადანერგვა რკალის, ამ პროცედურის გაკეთება. შეიძლება. შესაძლებელია. რა თქმა უნდა, შეიძლება. ზოგადად რკალი ძალიან საინტერესო ჩარევის მეთოდია, იმიტომ რომ რკალს აქვს ორი ფუნქცია. თუმცა პაციენტებს გააჩნიან ზოგთან შეიძლება ვთქვათ ცოტა ნაკლები ეფექტი ქონდეს, ზოგთან მეტი და ახლა გეტყვით რას გულისხმობ. რკალი, რადგან ჩაისმევა რქოვანას სისქეში, ის მექანიკურად დააწვება რქოვანას. ანუ ცოტა უკან გაწევს. ეს კარგია, იმიტომ რომ რაღაც მხრივ შეიძლება პროგრესირება გააჩეროს კერატოკონუსის და ნაწილობრივად ზოგ პაციენტში შეიძლება მხედველობაც მოამატოს. ამიტომ უფრო კეთდება იმისთვის, რომ გაჩერდეს დაავადების პროგრესი, მაგრამ მაგალითად პატარა ბავშვში და გულისხმობ, აი თქვათ 14 წლის ბავშვი, 15 წლის ბავშვი, ხო, როცა მხედველობის გასაუმჯობესებლად სხვა ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, შეგვიძლია ჩავსვათ რკალი, რომ ცოტა წამოვიდეს მხედველობა, იმიტომ რომ რქოვანა, როგორც გითხარით, ცოტა უფრო გაბრტყელდება და შემდეგ შეგვიძლია დავასხიოთ. იმისთვის რომ გავაჩეროთ პროგრესი, იმიტომ რომ 15 წლის ბავშვს როგორც გითხარით ძალიან დიდი დრო აქვს და შეიძლება მხოლოდ რკალის ჩასმამ არ გაუჩეროს კერატოკონუსის პროგრესირება. ანუ როგორც პროგრესირებას დასხივება უფრო კარგად აჩერებს ვიდრე რკალი. რკალი შეგვიძლია ჩავსვათ, რა თქმა უნდა, როგორც ცოტა მოზრდილ ადამიანშიც, მაგრამ ნუ აუცილებელია მონიტორინგი. როგორც ყველა პაციენტთან, ვისაც აქვს კერატოკონუსი, იმიტომ რომ შეიძლება ის რომ ერთხელ ჩავისვი რკალი ან ერთხელ გავიკეთე დასხივება და მე დავიკარგე აღარ მოვედი ექიმთან, ესე არა. ყოველთვის შეიძლება დაავადება პროგრესირდეს, რაღაცა პატარა შანსი ამისი თეორიული მაინც ყოველთვის არსებობს. კი, აი ხა მე ყავს მოკლედ ადამიანი, რომელსაც ვიცნობ, რომელსაც გაკეთებული აქვს რკალის გადანერგვის ოპერაცია და ხო, აი რაღაცა ესეთი განწყობით არის, რომ ანუ ისევ მხედველობაზე როგორც იქამდე იყო, თქვათ, ისევ ისე, ანუ ჩვენ იდეაში მაგის მოლოდინი არ უნდა შეგვექმნას, ხო? არა, რკალი უფრო არის პაციენტებს ვაფრთხილებთ. მხედველობას გაუმჯობესებს. იმისთვის, რომ დაავადება გაჩერდეს, თუმცა თუ რკალი არის ჩასმული და დაავადება არ გაჩერდა მაინც და ჩვენ ეს დავადგინეთ იმით, რომ გავაკეთეთ რამდენჯერმე ტოპოგრაფია და იქ ნამდვილად არის ცვლილებები, რკალიანი თვალი შეგვიძლია დავასხიოთ. და მეცაც გეტყვით, რკალიანი თვალი, თქვათ, გააჩერა რკალმა კერატოკონუსის პროგრესი, მაგრამ მხედველობა არ არის ჩვენთვის მისაღები. შეგვიძლია ჩავსვათ ფაკიური ლინზა ოპერაციულად. შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუ ვთქვათ,
პაციენტს არ აქვს კიდევ ერთი ოპერაციის სურვილი, შეგვიძლია შევურჩიოთ სპეციალური მყარი სკლერული ლინზები არსებობს ამისთვის, რომელიც კეთდება ინდივიდუალურად პაციენტისთვის და ეს ძალიან ისეთი კომფორტული მარტივი მეთოდი, ანუ ლინზა არის დილით ჩაისვამ საღამოს ამოიღებს და ეს შეიძლება როგორც რკალიან თვალზე, ასევე დასხივებულ თვალზეც. ლინზა ცვლის სათვალეს? ანუ ასათვალიანი ლინზა თუ აუცილებლად ლინზა? შემთხვევაში სათვალე ძალიან მინიმალურ შედეგს იძლევა და ერთ-ერთი ზუსტად იმისი ნიშანი, რომ იქნებ მაქვს კერატოკონუსი არის ის, რომ ვთქვათ პაციენტი ატარებს სათვალეს და ხშირად ჭირდება ნომრის ცვლილება. მაგალითად პაციენტი მივიდა ექიმთან, იმიტომ რომ აქვს მხედველობითი რაღაც ჩივილი და ვერ მოარგეს სათვალე. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ეჭვის მიმტანი იმაზე, რომ კერატოკონუსი ხომ არ აქვს პაციენტს. და უნდა გადავამისამართოთ დამატებით კვლევებზე, თუ გვიჩნდება ამის ეჭვი. კარგი. ნინი, რო შევაჯამოთ კერატოკონუსის თემა, მე მაინც ხასგასმით რომ ვთქვათ, როდესაც ხდება დაავადების იდენტიფიცირება, მე ვიწყებთ საწყისი არის, ეს პროცედურები cross-linking-ით დასხივება, ვთქვათ, ყველაზე ბოლო ეტაპი უკვე ასაკიც რომ ხელს გიწყობს, ასე ვთქვათ, არის რკალის ჩასმა, თუმცა ამათი ასეა რკალის ჩასმა, ანუ შეიძლება ნებისმიერ ასაკში. თუ ეს ჩვენ ამას ვიყენებთ მხედველობის გასაუმჯობესებლად, შეგვიძლია ჩავსვათ როგორც 15 წლის ადამიანში, ისე 30 წლის ადამიანში. გააჩნია რას ველოდებით და რის საშუალებას იძლევა თვალი. მხედველობის დაავადების პროგრესირების შეჩერება გავიგეთ. აი მხედველობის გაუმჯობესება უშუალოდ რამ უნდა გააკეთოს? მხედველობის გაუმჯობესება შეიძლება ნაწილობრივ გააკეთოს რკალმა, როგორც გითხარით, შეიძლება გააკეთოს მყარმა ლინზამ, შეიძლება გააკეთოს ფაკიურმა ლინზამ და ეს არის დამატებითი ბროლი, რომელიც ჩდება თვალში. ეს არის არა მარტო კერატოკონუსიანი პაციენტებისთვის, ეს არის მინუსიანი პაციენტებისთვის, პლუსიანი პაციენტებისთვის, ასტიგმატიზმიანი პაციენტებისთვის, ვისთანაც მაგალითად არ კეთდება ლაზერული კორექცია, ან თქვათ პაციენტს არ აქვს სურვილი რომ გაიკეთოს ლაზერული კორექცია. ფაკიური ლინზა შეიძლება დაავადების დასტაბილურების შემდეგ კერატოკონუსიან პაციენტებშიც ჩაისვას და ასევე მინდა შევეხო შორს წასულ შემთხვევებს კერატოკონუსის დროს, როცა ვერც ერთ ჩარევას ვერ ვაკეთებთ და გვჭირდება რქოვანის გადანერგვა. რა თქმა უნდა, ეს არის სამკურნალო საშუალებაც და მხედველობის გასაუმჯობესებელი, რა თქმა უნდა. თუ პაციენტი არის, ასე ვთქვათ, უკვე 40-45 წელს გადაცილებული, როცა დაავადება აღარ პროგრესირებს, ხო? მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ კატარაქტის ოპერაცია მხედველობის გასაუმჯობესებლადაც. ანუ ბევრი ვარიანტები არსებობს და ამ ვარიანტების კომბინაციაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს უკვე წყდება ინდივიდუალურად. მადლობა გასაგები. მოდი შევეხოთ დუალის რკალებს. Kerabo ამ ბრენდით არის წარმოდგენილი. როგორც ვიცი, იწარმოება ამერიკაში. და იმ პერიოდში მე მგონი მე როგორც ვნახე, არ ვიცი რამდენად სწორი ინფორმაციაა და ხა გადავამოწმებ. იმ პერიოდში, როდესაც ვთქვათ, იყო ეს კერატოკონუსის და რკალის გადანერგვის და რკალის შექმნის საკითხები, ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიყავიო, ბატონი მერამბი ამბობს მე მგონი და იქ ჰქონდათ რაღაც რკალები, რომელიც გამომატანესო და მე აქ რომ გამოვიყენე პაციენტებში ძალიან კარგი შედეგები მომცაო და ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ შეექმნა რაიმე ისეთი, რასაც ვთქვათ კერატოკონუსიან პაციენტებზე გამოიყენებდა. რამდენი წლის წინ არის შექმნილი ეს რკალი? დაახლოებით 15 წელია. 15 წელია, ხო. და აი ამაზე რომ მოგვიყვა, მოკლედ რა არის ეს რკალი? თქვენ იყენებთ ალბათ კლინიკაში ცხადია და მოკლედ ძალიან დიდი ამბავია, რომ საზღვარგარეთ იყენებენ, საქართველოში ქართველი ექიმის მიერ შექმნილ რკალს და საამაყოა. აი ამაზე რომ მოგვიყვა. ეს რკალი არის მოდიფიცირება კლასიკური რკალებს და ყველაზე დიდი განსხვავება არის, რომ ამ რკალს რა თქმა უნდა რკალები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა გრადუსული გარდატეხის, ეს ინდივიდუალურად რომ შეირჩეს პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ Kerabos აქვს ხვრელები დატანილი მთელ სიგრძეზე, ეს კარგია იმისთვის, რომ მიკრონუტრიენტებმა იმოძრაოს უფრო კარგად და რქოვანისთვის ეს ასე ვთქვათ, არ იყოს ძალიან ტრავმული და ასევე რომ რქოვანის კვება არ იყოს დარღვეული ამ დროს. ჩვენ გვყავს პაციენტები, ვისთანაც Kerabo გამოყენებულია როგორც ერთადერთ სამკურნალო საშუალებადაც და კომბინაციაში, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ეფექტური, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი აჩერებს კერატოკონუსს და ასევე უფრო გმატებს მხედველობას. უკვე შეზღუდვა როგორც ესეთი თუ
თვალი იძლევა საშუალებას რომ ჩავსვათ რკალი, შეგვიძლია ჩავსვათ ქერაბაულ როგორც ახალგაზრდა პაციენტებში, და ასევე ზრდასრულებში. ისევე თქვა 25 წლის მერე შეზღუდვა არა აქვს. არა. როგორც კი პაციენტს თქვა აქვს იმის სურვილი რომ გაიკეთოს ოპერაცია და გამოისწოროს მხედველობაც და გავაჩეროთ კერატოკონუსიც, რა თქმა უნდა, ეს მას არ ათავისუფლებს მონიტორინგისგან, ხო, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან ეფექტური არის და კიდევ ერთხელ გამეორდები, ბავშვებში შეგვიძლია ეს გავაკეთოთ და არის აბსოლუტურად ძალიან მოკლე ოპერაცია, რკალის ჩასმა, ხანდახან ეშინიათ ხოლმე, რადგან ასე უცხო სხეული დგება რქოვანაში, ძალიან უმტკივნეულოა და ძალიან მარტივი 10 წუთიანი ოპერაცია, რეაბილიტაციაც აქვს მინიმალური. მეორე, მესამე დღიდან უკვე ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან, უბრალოდ წვეთები ექნება დანიშნული. კი, იცი რა მინდა კითხო. თუ არის რაღაცა დრო, ან თუ არის ვთქვათ ამ დაავადების შემთხვევაში მსგავსი პროტოკოლი, რაც უფრო ადრე გაკეთდება, მით უფრო კარგია. რა თქმა უნდა, კერატოკონუსი არის ის დაავადება, რომელიც რაც უფრო ადრე ჩავერევით, მით უფრო კარგია. და რატომ? რა თქმა უნდა, თუ გავაკეთებთ დასხივებას მაშინ, როდესაც არის ძალიან მაღალი მხედველობა და პაციენტს არ აქვს მხედველობით ჩივილი, ასე ვთქვათ, ერთი ოპერაციით გამოვალთ. თუ პაციენტი მოგმართავს მაშინ, განსაკუთრებით ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა ჯერ ერთ თვალზე არის დაიწყო პროცესი და მეორეზე ჯერ არა. და მეორე თვალის ხარჯზე როცა კარგად ხედავენ, ხანდახან საკმაოდ გვიან გვაკითხავენ ხოლმე. გვიან ხვდებიან თვითონვე რომ პრობლემა. და ეს ამ დაავადებას ახასიათებს ერთი თვალიდან მეორეზე გადასვლა. გადასვლა არა, ეს ზოგადად ორი თვალის დაავადებაა. თუ მაგრამ შეიძლება ჯერ ერთ თვალზე დაიწყოს და მეორეზე დაიწყოს წლების მერე. ხო, მაგის თქვა მინდოდა, იმიტომ რომ ხო, ხშირად გამიგია ერთი თვალიდან, რომ უჭირთ მხედველობა. ხშირად არის ერთი თვალი და მეორეზე მაგალითად როგორც გითხარით, შეიძლება იყოს პირველი სტადიის კერატოკონუსი მაგალითად და არ საჭიროებდეს არანაირ ჩარევას გარდა დასხივებისა, ან მონიტორინგის ეს გააჩნია უკვე. ინდივიდუალურად წყდება, მაგრამ თუ არის მეორე სტადია, მესამე სტადია, მაშინ უნდა გავაჩეროთ კიდეც დაავადება და შემდეგ ვიზრუნოთ მხედველობით გაუმჯობესებაზე. მხედველობის გაუმჯობესებაში ლაზერული კორექცია თუ დასაშვები მსგავსი ტიპის პაციენტი. გააჩნია. ჩვენ ვაკეთებთ ლაზერულ კორექციას კერატოკონუსიან პაციენტებში, ოღონდ ისინი ძალიან ესე მკაცრ შემოწმებას გადიან და ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, რქოვანის სისქე უნდა იყოს ადეკვატური, ანუ ძალიან გათხელებულ რქოვანაზე ვერ გავაკეთებთ. ვერ გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, თუ რქოვანაში არის უკვე სტრუქტურული ცვლილებები, ანუ იქ არის სიტყვაზე სტრიები და ეს ძალიან მარტივად ჩანს და რა თქმა უნდა, ეს რქოვანაზე ვერ გავაკეთებთ. თუ არის შორს წასული სტადია, ხა მესამე და მეოთხე სტადიის კერატოკონუსი ლაზერულ კორექციას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ თუ პაციენტი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, როგორიც არის მაგალითად საკმარისი რქოვანის სისქე, ბევრი დიდი მინუსი არ არის გასასწორებელი მაგალითად და პაციენტი ასევე თანახმა იმაზე რომ ლაზერული კორექციის შემდეგ 3 თვეში გეგმიურად გაიკეთოს დასხივება, რომ შეინარჩუნოს ის მაღალი მხედველობა, რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როცა ეს არის ძალიან გამართლებული. იმიტომ რომ პირობითად ჩვენ ლაზერული კორექციის მერე შეგვიძლია მივიღოთ 100%-იანი მხედველობა და შემდეგ გავაკეთოთ დასხივება, რომ ეს კარგი შედეგი გავშევინარჩუნოთ. ეს ვარიანტი არსებობს. კი, ლაზერული კორექციის გაკეთება შერჩეულ პაციენტებში შეიძლება. ვისთანაც არ შეიძლება, იმასთან გავიმეორდები, შეგვიძლია ლინზა შევარჩიოთ, მყარი ლინზა და ჩვენ ახალმზრაში გვაქვს ამის ბედნიერება, რომ ამ მომსახურებასაც ვთავაზობთ პაციენტებს. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ფაკიური ლინზა, ანუ დამატებითი ბროლის ჩანერგვა თვალში, რომელიც ასევე ძალიან მარტივი პროცედურა არის, 10 წუთიანი ოპერაცია და ძალიან სწრაფად ხდება მხედველობით რეაბილიტაცია. შეგვიძლია თუ ასაკიანია პაციენტი გავუკეთოთ კატარაქტის ოპერაცია, ანუ თუ გადასანერგია, თქვა გადაუნერგოთ, ისიც გადანერგვაც ბევრნაირი არსებობს შრეობრივი გადანერგვა, სადაც ვნერგავთ მხოლოდ დაზიანებულ შრეს და ეს გააჩნია თქო პაციენტის მდგომარეობას და არსებობს ასეთივე თუ თქვა ყველა შრე უკვე დაზიანებულია, ამას ქვია გამჭოლი კერატოპლასტიკა და მთლიანად ავიღებთ დონორის რქოვანას და მივაკერებთ პაციენტს. და აი დონორის რქოვანის აღება როგორ ხდება თქვა? სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს ბანკი, ამიტომ ჩვენ ამერიკიდან ვიწერთ რქოვანებს, ამერიკული ბანკიდან. ანუ თქვენს კლინიკაში არის ამის შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, ის როგორც გამჭოლი კერატოპლასტიკის, ასევე შრეობრივი, ეს არის უფრო ახალი მეთოდი, უფრო დახვეწილი მეთოდი, რეაბილიტაციაც არის უფრო მოკლე იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილს რქოვანის, ანუ რაღაცა ჯანსაღ შრეებს პაციენტი თავისას ინარჩუნებს და უფრო ნაკლებ უცხო ქსოვილს
ვაკერებთ თვალს, ასე ვთქვათ, და მოშორების რეაქციაც ბევრად უფრო ნაკლებია. ანუ ნაკლებია იმის შანსი, რომ ორგანიზმმა ეს მოიშოროს. თუმცა რქოვანის ბიოშეთავსებადობა საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ რქოვანას არ აქვს სისხლძარღვოვანი მომარაგება. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმმა არ შეიძლება ის მოიშოროს. შეიძლება დაიწყოს მოშორება და ამას კი არის ამის. და ამას დროულად უნდა ჩავერიოთ აქ. კარგი, ნინი, ანუ ეს ჩემთვისაც სიახლე იყო, არ მქონდა მაგაზე ინფორმაცია, ანუ პაციენტებს, რომლებსაც თქვათ, გაკეთებული აქვთ პროცედურები, კროსლინკინგი, გადანერგილი აქვთ რკალი, მაგრამ მაინც არიან თქვათ იმ ეტაპზე და არიან მსგავსი პაციენტები, მეც ვიცნობ, რომლებსაც არ გაუმჯობესდა მხედველობა ამ ყველაფრის შემდეგ და რაღაცნაირად ხელი აქვს ჩაქნეული, რომ თუ გაქვს კერატოკონუსი, საშველი არ არის რა. ანუ თუ ვთქვათ ასეთ ეტაპზეა ადამიანი, პაციენტი ამ შემთხვევაში, არის შესაძლებელი ჩვენთან საქართველოში, რომ ვთქვათ, რომელ შეძეც არის დაზიანება, ეს ყველა შედაზიანებულია თუ ასე შემდეგ, შემდეგი ეტაპი, ანუ თუ ამ ყველაფერმა არ უშველა და მაინც პროგრესირებს, ვთქვათ, ეს დაავადება, რომ გავაკეთოთ გადანერგვა. ეს არის უკვე ყველაზე ბოლო, რა თქმა უნდა, თუ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ხდება გაუმჯობესება და რკალებიც გაკეთებულია და მაინც პროგრესირებს, ეს არის ერთი ძალიან იშვიათობა, ამით ასე ვთქვათ, რომ ამდენი ჩარევა იყოს გაკეთებული და მაინც პროგრესირებდეს, მაგრამ თუ მაინც პროგრესირებს, რა თქმა უნდა, გადანერგვა არის ყველაზე ბოლო სტადიის კურნალობი. მაგრამ თუ პაციენტს მაგალითად გაკეთებული აქვს თუნდაც რკალის და დასხივების კომბინაცია და დაავადება არის გაჩერებული, მაგრამ მხედველობა არ არის მისთვის მისაღები, როგორც გითხარით, შეგვიძლია შევურჩიოთ ლინზა, ან შეგვიძლია გავუკეთოთ ოპერაცია. და ოპერაციით თუ ახალგაზრდა არის, ეს და აკმაყოფილებს რაღაც კრიტერიუმებს, შეგვიძლია შევთავაზოთ ფაკიური ლინზა და ფაკიური ლინზა არის, როგორც გითხარით, ის ლინზა, რომელიც ჩვენი ბუნებრივი ბროლის ამოღების გარეშე ისმევა თვალში, მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო. ბევრ კერატოკონუსიან პაციენტს მხედველობას სათვალით, მაგალითად საცდელ სათვალეს რო ვუკეთებთ, შუშებს სიტყვაზე ვუცვლით, მაგრამ არ უმჯობესდება მხედველობა. დავუდებთ მას წინ ეს გახრეტილ ფირფიტას და იმ ხრელში რო იყვრებიან, მხედველობა უმჯობესდება. და სწორედ ასეთი პაციენტებისთვის ჩვენ შევქმნით და ეს ბროლი არის ზუსტად ჩემი სახელით დაპატენტებული, მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი ამ გამოგონების. გავაკეთეთ სპეციალური ფაკიური ლინზა, რომელსაც აქვს გათვალისწინებული ეს ხრელის ეფექტი, ანუ შუაში აქვს შავი დისკი, რომელიც არის გახრეტილი. და ეს იძლევა მაქსიმალურ მხედველობას იმ პაციენტებში, ვისთანაც კორექცია არ მიიღწევა არც სათვალით, არც მაგალითად არ ველოდებით, რომ ჩვეულებრივი ფაკიური ლინზით მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს. ნინი, ეს რატო ხდება ასე ვთქვათ, ისინი უკვე მიჩვეული არიან, რაღაცა მხედველობის ველის დავიწროვება ხდება თუ არა, მაგათ კერატოკონუსიან პაციენტებს ველი როგორც ესეთი დავიწროვებული არა აქვთ, უბრალოდ მათი რქოვანა არის უკვე ისე დეფორმირებული მათი დაავადებიდან გამომდინარე, რომ ვერც ფაკიური ლინზა, მაგალითად ჩვეულებრივი ფაკიური ლინზა, რომელიც ასტიგმატიზმიან პაციენტს გაუმჯობესებდა მხედველობას კარგად, კერატოკონუსიან პაციენტს ვერ უმჯობესებს. კი, გასაგებია. იმიტომ რომ რქოვანის რეგულარობა და რქოვანის ზედაპირი არის დარღვეული. გავრცელდა ფოტოები, სადაც თქვათ ბავშვის თვალი, ნუ უკვე ფოტოში, გადაღებულ ფოტოში არის სხვადასხვა ნაირად შეფერილი. აი ამაზე რო ვისაუბროთ, ეს რა ფენომენია, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე და მშობლის როლი ამ ყველაფერში, ნუ რადგან ბავშვებზე ვსაუბრობთ, რას უნდა მიექციონ მშობლებმა ყურადღება და როგორც ვიცი, ხო, ნუ აი მშობლების მიერ მოხდა ამ ყველაფრის დანახვა, რომ ნუ ფოტოზე სხვადასხვანაირი თვალი იყო და აი რა ქვია ამ დაავადებას, ამაზე რო ვისაუბროთ. ხო, ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ საკმარისად ამაზე არ ვსაუბრობთ. თქვენ გულისხმობთ ასეთ კამპანიას, რომელსაც ქვია Know the Glow, ანუ ამოიცანია ეს ბზინვარება და ეს რას ეხება. პატარა ბავშვებს და ზოგადად ბავშვებს ვიცით რომ ყველანი ვუღებთ ბევრ ფოტოებს და ასე ვთქვათ მშობლები არიან ხშირად პირველები ვინც ხედავენ რას რომ აი საგუგე არე მაგალითად ერთ თვალში არის სხვანაირად განათებული არის თეთრი
და მეორე თვალის არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ? ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მაგალითად ამ ბავშვს ჰქონდეს რაღაცა დარღვევა თვალის ფსკერზე, ან რაღაც ახალ წარმონაქმნი, მაგალითად, არსებობს ასეთი დაავადება, ქვია რეტინობლასტომა. ეს არის სიმსივნური დაავადება, რომელიც ადრე იყო რადიკალურად ინკურნებოდა ანუ თვალის ამოღებით, ასე ვთქვათ, ენუკლეაციით, ხოლო ეხლა არსებობს უკვე სხვა მეთოდებიც და შეგვიძლია თვალის შემანარჩუნებლადაც ვუმკურნალოთ ამ დაავადებას თუ ადრე მივუსწარით. ასევე ბავშვში თუ არის მაგალითად ბადურის ჩამოცლა, ასევე შეიძლება ეს თეთრი რეფლექსი გამოჩნდეს სურათზე, კი ბატონო და ეხლა პატარა ბავშვი მაგალითად ვერ დაიწუწუნებს იმაზე, რომ ერთი თვალიდან მაგალითად ვერ ხედავს. ან ცოტა დიდი ასაკის ბავშვიც მაგალითად მეორე თვალით თუ კარგად ხედავს, არ გამახვილებს ყურადღებას იმაზე და ვერ შეამჩნევს, რომ ერთი თვალით ვერ ხედავს. და თუ სურათში ჩვენ რაღაც დავინახეთ, რაც არ მოგვეწონა, რა თქმა უნდა, ჯობია მივიდეთ ოფთალმოლოგთან, სულ რომ თქვათ, ზედმეტადაც რომ მივიყვანოთ და არაფერი არ აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა, თუ მშობელს აქვს რაღაცის ეჭვი, ჯობია მივიდეთ ოფთალმოლოგთან და თქვათ, გადავიზღვიოთ თავი. ნუ ძალიან მარტივია ხა მართლა ყველა მშობელი ათასობით ფოტოს უღებს, ანუ ერთ თვალში, ერთ რომელიმე თვალში. ან შეიძლება ერთდროულადაც? ძირითადად ერთ თვალში უნდა იყოს სხვა ფერის ნათება და ეს ნათება არის ძირითადად მოთეთრო. მოთეთრო ნათება, კი ბატონო. აი, ადრე როცა ფირიანი ფოტოაპარატები გქონდა ხოლმე, როცა სურათს ვიღებდით, საგუგი არა იყო ხოლმე წითელი და ხანდახან თქვა ეხლაც ზოგი კამერას თქვა ღამის რეჟიმზე თუ ვაყენებთ, შეიძლება ეს წითელი რეფლექსი იყოს. წითელი ეს არის ნორმალური. ერთი თვალი თუ წითელი და მეორე მაგალითად თეთრი, ან ერთი საგუგე არის თეთრი, მაშინ რა თქმა უნდა ამას მივაქციოთ ყურადღება, მით უმეტეს პატარა ბავშვებში, ვინც ვერ დაიჩივლებს ვერაფერს. ბავშვი არ არის აუცილებელი, რომ საუბრობდეს იმისთვის, რომ მოხდეს თვალის დაავადების დიაგნოსტირება. წლინახევრის ბავშვს თუ აქვს -3, მაგალითად, არ არის აუცილებელი, რომ ბავშვმა შეძლოს კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხის გაცემა. ამ ბავშვს ჭირდება სათვალე. სათვალის გაკეთება შეიძლება 1 წლის ბავშვისთვისაც და 10 თვის ბავშვისთვისაც, ანუ აბამენ სპეციალურად აპარატულად შევამოწმებთ და დავადგენთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხედველობის სიმახვილეს ვერ განსაზღვრავთ. მხედველობის სიმახვილეს ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ ეს რატო არის მნიშვნელოვანი, რომ დროულად გავუკეთოთ ბავშვს სათვალე, რომ არ ჩამოყალიბდეს ზარმაცი თვალი. კი. ანუ არის ესეთი, თქვათ, ტენდენცია, რომ ფიქრობენ, რომ ამას პატარა ბავშვს სათვალეს ვერ დაუნიშნავ. დავუნიშნავ პატარა ბავშვს. ნებისმიერ ასაკის ბავშვისთვის შეიძლება სათვალის დანიშვნა და რა თქმა უნდა, იმ ბავშვს, ვისაც უკეთია სათვალე, აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ოფთალმოლოგის ძალიან ისეთი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. სათვალე თუ ლინზა? რო განვაზოგადოთ? გააჩნია ვისთვის და რა შემთხვევაში. ზოგადად ითვლება, რომ სანამ ბავშვს არ შეუძლია სათანადოდ კარგად ჰიგიენის დაცვა, ჯობია იყოს სათვალეში. თუმცა აქაც არის გამონაკლისები, მაგალითად, ბავშვი თუ არის დაკავებული კონტაქტური სპორტით. ან რამე ტიპის სპორტით, რომელიც მოიცავს ტრავმის რისკებს. სათვალე რო ეკეთოს და სიტყვაზე გადმოვარდეს ველოსიპედიდან, არის საკმაოდ საშიში და ის სათვალე რო გატყდეს. ამიტომ თუ ან მით უმეტეს თუ დადის ხო, მაგრამ ეგ რისკი ხო მაინც ყველა შეიძლება დაემართოს, აი ის სათვალე შეიძლება ეკეთოს და შეიძლება, მაგრამ თუ დადის მაგალითად კონტაქტურ სპორტზე და გულისხმობს, ანუ აქტიურად თუ უწევს ყოველდღიურად მასთან შეხება და ტრავმირებასთან არის ეს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ჯობია ის რამდენიმე საათით მშობელი დაეხმაროს, გაუკეთოს კონტაქტური ლინზა. კი, მაგრამ თუ არ არის, თქვათ, თანაბარ პირობებში ხდება, ანუ არ არის ბავშვი, თქვათ, რაღაცა ისეთი ტრამული სპორტით დაკავებული, გარდა ესთეტიურ ნაწილს რო არ შევეხოთ, თქვათ, ზოგს არ მოწონს სათვალე და მაგიტომ ისვავენ ლინზებს, რომ რაღაცა დისკომფორტი არა, ну რაღაცა თავისი არ მოწონს სათვალის ტარება. არ მოწონთ უბრალოდ, კი. ამ მომენტის გარდა რა შეიძლება იყოს პლუსი და მინუსი. ზოგადად სათვალე უსაფრთხოა, რა თქმა უნდა, ლინზასთან შედარებით უსაფრთხოა, იმიტომ რომ სათვალის ტარებით მაგალითად ანთებას ვერ დავიმართებთ, ეს ერთი. მეორე, ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ახლა ლინზის დასჭირდება თავისი სითხე, პერიოდული გამოცვლა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მაგალითად ავიღოთ ესეთი ბავშვის მაგალითი, რომელსაც ერთ თვალზე არ აქვს არც მინუსი, არც პლუსი, ჩვეულებრივი მხედველობა აქვს, მეორე თვალზე აქვს მაგალითად -5. ესეც შეიძლება იყოს, ხო? ან -2, -3 არ აქვს მნიშვნელობა, განსხვავებული თვალები აქვს, ხო?
ესეთი ბავშვი სათვალეს ვერ გაიკეთებს. ხო, ძალიან რთულია. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ის თვალი რომ არ გაზარმაცდეს, იმიტომ რომ არჩევანი ყოველთვის ტვინს ექნება უფრო კარგად მხედველ თვალზე და მეორე თვალს გათიშავს მხედველობის აქტიდან, რაც ძალიან არასასიამოვნოა, იმიტომ რომ ბავშვს არ ექნება სრულყოფილი ბინოკულარული მხედველობა, ანუ ორი თვალით ყურების საშუალება არ ექნება და ის თვალი გაზარმაცდება. გაზარმაცდება რას ნიშნავს? სათვალითაც კი ვერ დაინახავს 100%-ს და ეს არავის არ გვინდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ბავშვთანაც გამოვიყენოთ ერთ თვალზე კონტაქტური ლინზა. ეს თუ დიდია სხვაობა, აი ვთქვათ +3 +3.5 ხო, ამ შემთხვევაში სათვალე შეგვიძლია შევარჩიოთ. ანუ როცა დიდია განსხვავება, ან ერთი თვალი სრულიად ჯამრთელია იმ ნაწილს, რომ არც პლუსი აქვს, არც მინუსი და მეორეშია მხოლოდ წამოსული. შეიძლება კი. და ამ შემთხვევაში ეს არის გამონაკლის შემთხვევები, როცა ვთქვათ, პატარა 6-7 წლის ბავშვსაც შეგვიძლია კონტაქტური ლინზა გაუკეთოთ. ნუ მშობელი გაუკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს. რომ თუ ჩემი აზრია სუბიექტური, რომ თუ მაინც ანუ სათვალე თუ არ უქმნით რაღაცა დისკომფორტს, მით უმეტეს პატარა ასაკში, ხა ამ ჰიგიენიდან გამომდინარეც, რომ და ეს ამოღება ჩასმის პროცესიც, რომ მაინც სათვალე ალბათ ბავშვებში ხო უალტერნატივო არის. ბავშვებთან ნამდვილად და ძალიან ბევრი ანუ ზრდასრული ადამიანიც ამბობს, რომ აი არ მინდა ეს ლინზასთან ასოცირებული დისკომფორტი და სათვალითაც მშვენივრად არიან. ხა ეს უკვე ინდივიდუალური არჩევანია. აი მედიცინაში რო გადავიდეთ უშუალოდ როგორ ხდება, ვთქვათ, უпроსტად ეფექტურობიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, არის რაიმე განმასხვავებელი, აი სათვალე უფრო ეფექტურია თუ ლინზა? ლინზაში ყოველთვის უფრო კარგად ვხედავთ, იმიტომ რომ ლინზა დევს უშუალოდ თვალის ზედაპირზე. ხო და ნუ სათვალეს დისტანცია. ერთი დისტანცია არის თვალის კაკლიდან და სათვალის უკანა ზედაპირამდე, ეს ერთი, მეორე, რადგან ჩარჩო აქვს სათვალეს, ეს ველი ოდნავ უფრო ისეთია, შეზღუდული, ვიდრე კონტაქტური ლინზა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლინზა უპირატესია. მაგრამ ესეც ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული ზრდასრულ პაციენტებთანაც. ახლა არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სათვალეს ატარებს, რაღაცა მაინც და მაინც დისკომფორტი აქვს, ან არასრულფასოვნად არა, ეხლა მით უმეტეს ხო ეს ტენდენცია სათვალისთან დაკავშირებით აღარ არის, რომ რაღაცა სათვალე ცოტა ისე იყო ადრე, ეხლა აღიქმებოდა, რომ ზოგ მშობელს არ უნდოდა რომ სათვალე კეთებოდა მიშურდას. ეხლა აღარ არის ეგ ტენდენცია, ხო, იმიტომ რომ თან ძალიან ბევრს უკეთია უკვე. ნაკლებად არის ნამდვილად კი ბატონო. კარგი. მოდი მე მაინტერესებს ისევ რო დავბრუნდეთ ამერიკულ და ევროპულ მედიცინასთან დაკავშირებით, მე როგორც ევროპაშიც გამოცდილება სწავლეთ, ნუ მე პრაქტიკულ ნაწილშიც ამაზე რომ მოგვიყვე და რადგან უშუალოდ ამერიკაში სწავლობდი, თქვათ რა განმასხვავებელია? აი პლუს მინუსებზე რო ვისაუბროთ, თქვათ იმ გზიდან გამომდინარე, რაც გაიარე. რომ არ განვაზოგადოთ. კი ბატონო. პირველ რიგში, ანუ პირველი მახსენდება ის, რომ აი როდესაც ვიყავი თუნდაც პოლონეთში, ვიყავი საუნივერსიტეტო კლინიკაში და პაკისტანშიც ვიყავი საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მომსახურება იყო აბსოლუტურად უფასო პაციენტებისთვის, ძალიან აბსოლუტურად უფასო, არაფრის თანხას არ იხდიდნენ საერთოდ. სახელმწიფო კლინიკა იყო სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკა, კი ბატონო. იქ რა თქმა უნდა, არჩევითი ოპერაციები და მე ვგულისხმობ, აი ლაზერულ კორექციებს, ფაკიური ლინზების ჩასმას იქ არ ტარდებოდა, რადგან ეს არის ასე ვთქვათ, ფუფუნება უფრო, ხო? მაგრამ ის მომსახურება, რასაც იღებდნენ პაციენტები აბსოლუტურად უფასოდ, იყო ძალიან მაღალი დონის. ეს იყო საუკეთესო ბროლები, ეს იყო საუკეთესო პირობები და ეს იყო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მაღალი დონის ექიმები. იქ კიდევ ძალიან კარგი იყო ის, რომ რეზიდენტებსაც ჰქონდათ იმის საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩაეტარებინათ ოპერაციები და ეს მათი სასწავლო კურიკულუმის ნაწილი იყო, რომ ასე ვთქვათ, ხელიც გაევარჯიშებინათ და ეკეთებინათ ოპერაციები პაციენტებზე. რა თქმა უნდა, ეს პაციენტებმაც იცოდნენ, იქ ამას არავინ არ მალავს, რომ როცა მიდიხარ საუნივერსიტეტო კლინიკაში, როცა ეს არის ვთქვათ, აბსოლუტურად სახელმწიფო დაფინანსებით, იქ შეიძლება ოპერაცია გაგიკეთოს რეზიდენტმა, ეს იქნება მესამე კურსის რეზიდენტი, მეოთხე კურსის რეზიდენტი, რა თქმა უნდა, მენტორის მეთვალყურეობის კურსი. ეს იქნება გათვითცნობიერებული ადამიანი, ვისაც უკვე ნავარჯიშები აქვს ხელოვნურ თვალებზე,
ღორის თვალებზე ძალიან ხშირად კეთდება ღორის თვალებზე პრაქტიკა, იმიტომ რომ ძალიან გავს ადამიანის თვალებს. და რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ქვეშ რეზიდენტებიც აკეთებენ ოპერაციებს, რაც ძალიან პროფესიონალური განვითარებისთვის ძალიან საჭიროა, კი, ნამდვილად გეთანხმები, მაგრამ მოდი, რადგან ვახსენეთ ახლა ეს ჩვენთანაც ასე ხდება, რომ თქვათ აქ შესაძლებლობა რომ მივარჯიშონ ღორის თვალებზე და ასევე თქვათ, მაგრამ მაინც არ ხდება რეზიდენტის დაყენება ოპერაციაზე, ვთქვათ, რეზიდენტმა რომ გააკეთოს. სამწუხაროდ არა, იმიტომ რომ რაღაც შეზღუდვები არსებობს, ერთი ის რომ თუნდაც საქართველოში პაციენტები მოდიან ძირითადად ერთ კონკრეტულ ექიმთან და აქვთ იმის მოთხოვნა, რომ მე მინდა ამ ადამიანმა გამიკეთოს ოპერაცია, იმიტომ რომ ჩემს ახლობელს გაუკეთა და ძალიან კმაყოფილია და საქართველოში ისეთი კლინიკა არ არის, სადაც მიდიხარ და აი ვინც მორიგე იქნება, ის გაგიკეთებს ოპერაციას, ყოველ შემთხვევაში ოფთალმოლოგიური კლინიკაც არ არის და ჩვენი დამოკიდებულებაც არ არის ასეთი, რომ რაღაცა კლინიკაში მივდიოდეთ, ანუ რაღაცა მაინც ესე მგონია, რომ ესეთები ვართ. ქართველები, ალბათ სხვაგანაც ესეა, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით რომ რაღაცა კონკრეტულ ადამიანთან მივდივართ ხოლმე რა არ არის. ახლა საქართველოში ძირითადად ჯანდაცვა არის კერძო. ანუ კლინიკები უმეტესობა 99% არის სექტორი. რა თქმა უნდა, შესაბამისად იქ ამისი რეგულირება ნაკლებად ხდება, რომ თქვათ ნაკადი მოდიოდეს პაციენტების რაღაც ერთ კონკრეტულ კლინიკაში, იღებდნენ აბსოლუტურად უფასო მომსახურებას და ვინც იქნება ექიმი ხელმისაწვდომი იმ დროს იმან გაუკეთოს. დარწმუნებით გეტყვით, რომ არავინ არ დათანხმდება იმაზე, რომ რეზიდენტმა გაუკეთოს ოპერაცია, როგორი კარგი განათლების არ უნდა იყოს ეს რეზიდენტი, უკვე ეს სიტყვა ასე ვთქვათ აშინებთ. კი, ასე ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები, ვინც თქვათ ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ და ახალმზერაში ძალიან ბევრი ასეთი პაციენტია, რადგან ჩვენ ჩართულები ვართ საყოველთაო ჯანდაცვაში და თქვათ მინიმალური ხარჯებით იკეთებენ ოპერაციებს, მაინც ეს არ არის ის პირობები და ის ასე ვთქვათ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ თქვათ რეზიდენტი დადგეს საოპერაციოდ. არის პაციენტიც ამაზე არ დათანხმდება. რაღაცა სისტემური ხო საკითხი ანუ აქეთ პაციენტები, იქით კლინიკა არ არის ვთქვათ მსგავსი ტიპის და სისტემური პრობლემა არ არის ხო. საქართველოში არა. კი. მოდი ბოლოსკენ წავიდეთ ასე ვთქვათ და მაინტერესებს ზოგადად როგორ წარმოგიდგენი აი ბოლო ვთქვათ ტენდენციები რა არის ოფთალმოლოგიაში ვთქვათ რისი გაზიარებაც გინდა რაღაც სიახლეები ან როგორ აი ვთქვათ რობოტულ ქირურგიასთან დაკავშირებითაც რო ვისაუბროთ როგორ ფიქრობ ჩაანაცვლებს ეს ქირურგს ან როგორ წარმოგიდგენია ვთქვათ რაღაცა 10-20 წლის შემდეგ რა იქნება ოფთალმოლოგიაში ნაწილობრივ ჩაანაცვლებს ქირურგს რაღაც მხრივ ეს ძალიან დადებითი იქნება იმიტომ რომ დისტანციურად ოპერაციების კეთების საშუალება გვექნება და ვთქვათ იმ ადგილებში სადაც არ არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ეს იქნება თუნდაც კონფლიქტის რეგიონები სადაც ექიმები ვერ ჩადიან და ბევრ მომსახურებას ვერ თავაზობენ პაციენტებს ამ მხრივ ძალიან კარგი იქნება თუმცა ოფთალმოლოგია ისეთი დარგია, სადაც ანუ ქირურგია ძალიან მჭიდროდ არის შეჭიდული თერაპიულ საქმიანობასთან. არ მიყვარს ეს ფრაზა, მაგრამ აი დიაგნოსტიკასთან და პაციენტის ასე სრულყოფილ გამოკვლევასთან. შესაბამისად, ჩემი აზრით, სრულებით 100%-ით რობოტი მაინც ვერ ჩაანაცვლებს ოფთალმოლოგს. თან საქართველოშიც კარგი, ნაწილობრივ კარგია ის, რომ როცა ოფთალმოლოგიის რეზიდენტურას ვამთავრებთ, ჩვენ გვაქვს ქირურგიის ლიცენზიაც მათ შორის. ანუ ამის ბერკეტი არ არსებობს, რომ ლიცენზია აღებულმა ოფთალმოლოგმა ვერ გააკეთოს რამე ტიპის ოპერაცია. თუ ამის ცოდნა გააჩნია. შესაბამისად, ხომ რეალურად ამის შემოწმება არ ხდება მაინც, ანუ თეორიიდან გამომდინარე გაძლევენ დიპლომს, რომელსაც თუ გინდა ვთქვათ იმ დიპლომის აღების შემდეგ მეორე დღესვე შეგიძლია დაიწყო ქირურგიის გაკეთება. რა თქმა უნდა, ეხლა მაგრამ თუ ამის ცოდნა და საშუალება გაქვს. ხო, მაგრამ ხო, რაღაცა ადამიანური დამოკიდებული, მაგრამ ამითი იმის თქვა მინდოდა, რომ რა ოფთალმოლოგი მხოლოდ ოფთალმოქირურგი როგორც უყვართ, ასე არ არის. აუცილებლად უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, ყოველდღიური პრაქტიკაც, დიაგნოსტიკაშიც უნდა იყოს გათვითცნობიერებული და პაციენტთანაც გქონდეს უშუალო შეხება. ამიტომ ვამბობ, რომ რობოტი 100%-ით ვერ ჩაანაცვლებს. შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს რაღაცა ოპერაციების კიდევ უფრო გათანამედროვებაში. მაგალითად, ეხლაც უკვე სიტყვაც
ლაზერული კორექციაც, ხო? მისი დიდი ნაწილი კეთდება აპარატის საშუალებით, ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ უკვე ქირურგის საქმე ძალიან მინიმუმზე არის დაყვანილი და ეს კარგია, იმიტომ რომ მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევების გვაქვს და მაღალ ტექნოლოგიური ქირურგიებიც, რა თქმა უნდა. ამიტომ შეიძლება გაგვიმარტივოს ამან ცხოვრება, თუმცა ეს ყველაფერი მარტო ექიმების და პაციენტების სასიკეთოდ იქნება. ანუ არ ამგონია რომ ამან ჩაანაცვლოს სრულად ექიმს ვერ ჩაანაცვლოს ერთ-ერთ ექიმს. კი. ნინი, ეხლა როგორც ვიცი მე, დიაგნოსტიკაში ხარ, ასე ვთქვათ, რო დავყოთ დიაგნოსტიკა და ქირურგია, წესით. და სამომავლოდ რას ფიქრობ? დარჩები დიაგნოსტიკაში თუ უფრო ქირურგია გაინტერესებს? ქირურგიაც მაინტერესებს ძალიან და რეზიდენტურის დროს უფრო ვფიქრობდი რომ ქირურგია უფრო ასე ვთქვათ ჩემთვის უფრო ჩემი საყვარელი საქმე იქნებოდა, თუმცა იმის მე რაც დავიწყე აქტიურად ამბულატორიული მიღება, ეს მიმართულება ძალიან მომწონს და ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ მაქვს ამ ეტაპზე არ ვიცი რამდენი შეიცვლება, მაქვს შერეული მიღება, ყველა ტიპის პაციენტთან მაქვს შეხება და ეს მათ შორის ბავშვებსაც ვიღებს, დასრულებსაც ვიღებს, სხვადასხვა წინასწარ არ ვიცი რა პაციენტი მომივა, არ მაქვს შეზღუდვა ამ მხრივ და რა თქმა და შემდეგ მინდა რომ უფრო რეფრაქციულ ქირურგიაზე, აი სათვალის მოხსნის ქირურგიაზე და კერატოკონუსის მკურნალობაზე უფრო ვკონცენტრირდე, თუმცა ეს ჩემი ყოველდღიური საქმიანობაც ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებთან მაქვს შეხება და სხვადასხვა კონტინგენტთან, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ასაკის კატეგორიასთან თუნდაც. კი, თან ეს თეორიული ცოდნასაც პრაქტიკულად რო ნახულობ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ, აი უკვე დიდი ხნის ნაოპერაციებ პაციენტებთანაც მაქვს შეხება და იმათი კონტროლი და მონიტორინგი ძალიან საინტერესოა, როგორც ჩვენი კლინიკური საქმიანობისთვის, ასევე რაღაც მეცნიერული თვალსაზრისითაც რომ ვიცით, ახლა ანალიზს აკეთებ, თქო, რამდენი ხნის შემდეგ როგორია და ასე შემდეგ. ხო, რა შედეგი და პაციენტები, ვინც ლაზერული კორექცია გაიკეთა მაგალითად 2000 წელს და ის პაციენტები მოდიან უკვე რა თქმა უნდა უკვე სიტყვაზე კატარაქტით, ხო? იმიტომ რომ რამდენი წელი გავიდა, თქვა, იმათ მოყავთ უკვე თავისი შვილები, ზოგს შვილი მოყავს უკვე და ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან აი რკალები მაგალითად ხო ესეც ჩვენ დავიწყეთ საქართველოში და ძალიან დიდი ხნის თქვა რკალებიც რომ გადანერგილი პაციენტები რომ მოდიან ძალიან საინტერესოა მაგათი ნახვა მით უმეტეს ეს სტაბილურად რო არიან და კარგად არიან ეს ძალიან სასიხარულოა ნამდვილად და პირველად გაკეთდა მე მგონი ჩვენთან ამიერკავკასიაში რამდენი წლის ბავშვებში დაბალასაკი ხო დიახ, მსოფლიოში პირველად გაკეთდა საქართველოში, კონკრეტულად ახალმზერაში, მერაბ-დვალის მიერ ლაზერული კორექცია ბავშვში. ხო, რამდენი მაგრამ ძალიან პატარა არ იყო, 8 წლიდან შეიძლება პლუსების და ასტიგმატიზმის შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში მინუსების დროს, რომ გაკეთდეს ლაზერული კორექცია, ოღონდ ყველა პაციენტში არა, ეს უნდა იყოს შერჩეული პაციენტები. მაგალითად, ისეთი პაციენტები, ვისაც აქვს პლუსიც და შიდა სიელმეც. რატომ? იმიტომ რომ იმ პაციენტებს პლუსს რო გავუსწორებთ, თვალების დგომაც უკვე სწორია და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი ეს ბინოკულარული მხედველობა და სამგანზომილებიანი მხედველობა სწორად ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თვალი არ უნდა იყოს გადახრილი. არასდროს არ არის ნორმა გადახრილი თვალი. კიდევ მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, ვისაც მაგალითად ზარმაცი თვალი აქვს, იმიტომ რომ თქვა დიდი პლუსი, დიდი ასტიგმატიზმი აქვს, სათვალე ვერ უსწორებს 100%-მდე და ამ პაციენტს მაგალითად ახვევებსაც ვუკეთებთ, რაღაც ვცდილობთ, რომ ეს ზარმაცი თვალი ცოტა მხედველობა ისწავლოს რა არის კარგი მხედველობა, მაგრამ არ გამოგვდის, იმიტომ რომ სათვალეს რაღაცა ლიმიტირებული შესაძლებლობები აქვს. ამ პაციენტს შეგვიძლია გავუკეთოთ ლაზერული კორექცია და მერე გავაგრძელოთ ახვევები უკვე სათვალის გარეშე და უკვე პლუსის გარეთ, ან პლუსი აღარ აქვს ამ ბავშვს და უფრო კარგ შედეგს ვიღებთ, იმიტომ რომ ნეიროპლასტიურობა, ანუ ზარმაცი თვალის ასე ვთქვათ, განკურნება ყველაზე ეფექტური არის 13-14 წლამდე და ჩვენ თუ ამ ბავშვს სათვალეს მოვხსნით და მერე კონცენტრირდებთ მხოლოდ ზარმაცი თვალის აღმოფხვრაზე, ეს ბევრად უფრო ესეც რაღაცა სიახლეა, იმიტომ რომ არავის ესე არ გაგვიჟღერებ, რომ ანუ ჯერ აი სიელმესთან და ზარმაცი თვალთან დაკავშირებით ვთქვათ, მე მაინც ესე ვფიქრობდი, რომ ვთქვათ, ჯერ გაკეთებოდა სიელმის ოპერაცია და მე სრულწლოვან ასაკში გაკეთებოდა ვთქვათ პლუსის კორექცია. ინდივიდუალურია. ზოგჯერ არსებობს ასეთი
მდგომარეობა ქვია აკომოდაციური სიელმე. და ეს რას ნიშნავს? თუ ბავშვს სიტყვაზე თვალები შედის შიგნით, მაგრამ სათვალეს რო ვუკეთებთ, თვალების დგომა სწორდება. ეს ნიშნავს, რომ სათვალეს თუ ამ ბავშვს მოუხსნით, სიელმის დიდი კუთხეც გასწორდება და თუ რაღაცა პატარა კუთხე დარჩა და კიდევ ექნება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ამ ბავშვს, მერე რა თქმა უნდა შეიძლება იმ პატარა კუთხის გასწორება უკვე სიელმის ქირურგიით, მაგრამ ძალიან ხშირად და ამას ვამბობ უკვე იმ პაციენტებით, ვინც ჩვენთან დადის წლების განმავლობაში და ვაკვირდებით, ძალიან ბევრს აღარ ჭირდება შემდეგ სიელმის ქირურგია. ხო, ანუ ესეც მოდი ამასაც ხაზი გავუსვათ, პლუსი თუა, ოღონდ მინუსი არა. პლუსი უნდა იყოს და იყოს სიელმე ან ზარმაცი თვალი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ოღონდ აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდივიდუალურად პაციენტის მიხედვით განსხვავებულია, თუმცა შესაძლებელია, რომ თუ არ არის თქვა ალბათ ძალიან დიდი კუთხე და სათვალეში თუ სწორდება, სიელმე სწორდება, ეს უკვე ძალიან დამაიმედებელია. შეიძლება რეფრაქციული ქირურგიის ოპერაციამ გასწოროს ისე რომ თქვა აღარ დაჭირდეს მას დამატებით სიელმის ოპერაცია. ან დარჩეს პატარა კუთხე, რომელსაც გააკეთებს, ხო? გააკეთებს, ანუ არ გააკეთებს. ეს უკვე მისი ბავშვიდან გამომდინარე. და რა თქმა უნდა, ბავშვიც უნდა იყოს, ახლა ლაზერული კორექცია კეთდება ადგილობრივი გაყუჩებით, ანუ აბსოლუტურად გაღვიძებულ ადამიანზე, ვისაც ვესაუბრებით. ბავშვიც უნდა იყოს უკვე ემოციურად ამისთვის მზად, რომ შეყვავს საოპერაციაში. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები ძალიან ყოჩაღად იქცევიან საოპერაციაში, რაღაც აი თავი ხელში ძალიან კარგად აყავთ და ძალიან კარგად ასრულებენ ყველაფერს, რასაც ვეუბნებთ. გასაგებია, რომ წამები ხდება ოპერაცია, მაგრამ ის წამებიც უნდა იყოს აბსოლუტურად გაშეშებული ეს ბავშვი და ძალიან, ანუ ვისაც ვუკეთებთ ოპერაციას, აი არაფერი ბავშვთან გართულებებს არ მახსოვს. ხო, იცი რა არის რა თემის წამოწევა მინდა ასევე ოფთალმოლოგიაში, თქვათ, დიაგნოსტიკის ნაწილში შეიძლება ყველა ტიპის პაციენტს იღებდნენ, თუმცა არიან ექიმები, რომლებსაც აქვს თქვათ ვიწრო სპეციალობა დარჩეული, მაგალითად სიელმე და ასე შემდეგ. მოდი აი სიელმეზე რო ვისაუბროთ, აი ეხლა თქვათ, რაც ახსენე, რომ ეს ლაზერული ქირურგიით შესაძლებელია პლუსის გამოსწორება, ეს ყველამ ვიცით ისედაც, მაგრამ პატარა ასაკი როცა არის, მაინც მშობლების განწყობაც ალბათ ისეთია ხოლმე, რომ ოპერაცია გქონია, რომ რაღაც თულია, მაგრამ თუ ხდება, თქვათ, ანუ იმ ტიპის პაციენტების გამოშვება, თქვათ, ეს ხო დამატებით ქირურგია არის ქირურგთან, რომ ქირურგმა შეაფასოს ამ პაციენტთან ჯობს, რომ გაკეთდეს ლაზერული ოპერაცია და თქვათ, მერე მოხდეს ამ სიელმის ოპერაციის დაგეგმა, ან არ დაგეგმა საერთოდ, თუ პირდაპირ რატომღაც მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მსგავსი ტიპის პაციენტებს უშვებენ პირდაპირ ქირურგთან, რომელიც უკეთებს, თქვათ, სიელმეზე ოპერაციას. თქვენ თუ ქონია, თქვათ, პრაქტიკაში, რომ აი აქეთ მომხდარა გადმომისამართება. თქვენი კლინიკის ჭრილში ცხადია რომ მოხდებოდა, იმიტომ რომ თქვათ, მულტიპროფილურად ხდება პაციენტების შეფასება და თქვათ, გამოუშვებდნენ. თუმცა აი კლინიკებში, რომლებშიც არ არის, ანუ ბევრი კლინიკაა საკმაოდ ასეთი, არ არის ადგილზე ქირურგია, არ კეთდება. და ამ ტიპის ოფთალმოლოგმა უნდა მოახდინოს სწორი გადამისამართება. რა თქმა უნდა, ყოფილა კი და ესეთ როცა არის მაგალითად ორი პათოლოგია და ვგულისხმობ, რომ არის სიელმე და არის რაღაც რეფრაქციული ანომალიაც, ხო, რა თქმა უნდა, ის უნდა შეაფასოს სანამ ჩავერევით, უნდა შეაფასოს ქირურგმა. იმიტომ რომ მეორე მაგალითი მოვიყვანოთ, როცა არის გარე სიელმე და თან ადამიანს აქვს მინუსი, ხო? ამ მინუსის გასწორებით შეიძლება ეს გარე სიელმის კუთხეც გასწორდეს. შეიძლება ანალოგიურად იმ დონემდე, რომ მე აღარ მოუნდეს, თქვათ, სიელმის ქირურგიის ჩატარება თვითონ, ანუ აკმაყოფილებდეს მისი თვალების დგომა. მაგრამ პირიქითაც ყოფილა, ანუ უკვე სიელმე გაკეთებული პაციენტიც მოსულა ჩემთან იმისთვის, რომ მინდა გავიკეთო ლაზერული კორექცია. კი, მე ეს ტენდენცია გაწყვეტინებ ბოდიში. ეს ტენდენცია რაღაცნაირად შეინიშნება ჩვენთან, რომ მაინც ჯერ ანუ რეფრაქციული ქირურგია გონიათ რომ მაინც და მაინც 18 წლის უნდა იყოს მინუსი ამ პაციენტებში არა ანუ მე გეუბნები ახლა არა ექიმების მხარეს არამედ იმ რეალობაში რაც აქეთ პაციენტების მხარეს არის რომ უნდა იყოს სრულწლოვანი ისე გამეორდებ რომ ეს არის ინდივიდუალური უნდა მოხდეს რა თქმა უნდა ქირურგის მიერ შეფასებაც და თქვა თუ მკურნალი ექიმი სხვა ყავს ერთად უნდა მივიღოთ ამის შესახებ გადაწყვეტილება
ესეც არ არის პრობლემა, რომ ჯერ თქვა სიელმის ქირურგია იყოს გაკეთებული და შემდეგ გავუკეთოთ რეფრაქციული ქირურგია. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს სიელმე, ისეთი სიელმე, რომ თქვა ძალიან დიდი გადახრა, დიდი კუთხით არის გადახრილი, სათვალში არ სწორდება, ეს თვალი არის პრაქტიკულად გამოთიშული მხედველობის აქტიდან, ხო? მან უნდა გაკეთდეს აი ეს რაც შეიძლება მალე სიელმის ქირურგია იმისთვის რომ თვალების დგომა იყოს სწორი და ეს ბინოკულარული მხედველობაც შენარჩუნდეს თუ არის ან თუ არ არის რომ ტვინმა ისწავლოს რა არის ორი თვალით მხედველობა, რა არის სამგანზომილებიანი, ანუ სივრცული მხედველობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანდახან ნახეთ სიელმეს აქვს სამი მიზეზი ძირითადად. ერთი არის გამოწვეული იმისგან, რომ თვალის მამოძრავებელი კუნთი არის სუსტი, ხო? ან თქვა ან ძალიან სუსტი, ან პირიქით ძალიან ძლიერი და თავისკენ ქაჩავს. ან სიელმე შეიძლება იყოს გამოწვეული დაბალი მხედველობით, მაგალითად, ისეთ დაბალია მხედველობა, რომ თვალმა არ იცის სად გაიხედოს და გადახრილია, ან ეს იყოს თავის ტვინში მიმდინარე რამე ნეოპლაზიით, მაგალითად იყოს რაღაცა სიმსივნე, რომელიც აწვება, თქვა, ნერვს, რომელიმე კუნთის მაინერვირებელ ნერვს და ამის გამო თვალი იყოს გადახრილი. ასეთი შემთხვევებიც გქონია, როცა, თქვა, ჩვენ დაგვისვამს რა ეჭვი მიგვიტანია, რაღაცა სიმსივნურ წარმონაქმნს და გაგვიშვია ნევროლოგთან, რომ შეაფასეთ, მაგალითად, რამე ხომ არ არის. ეს თვალის ნერვის გამოკვლევის დროს არ ჩანს, ხო, ცხადი? თუ ეს მხედველობის ნერვის გამოკვლევის დროს, ხო, მხედველობის ნერვის გამოკვლევის დროს ეს ჩანს. ეს შეიძლება ნახეთ თვალის სწორ დგომაზე პასუხს აგებს არა მხედველობის ნერვი, რომელიც არის მეორე წყვილის ნერვი, არამედ სამი სხვა ნერვი. შესაბამისად თუ ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ თვალის მოძრაობა, მაგალითად, ანუ თვალის კაკლების მოძრაობა რამდენ თავისუფალია ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მხედველობის ნერვსაც ვამოწმებ, თქვა ტომოგრაფიულადაც, თვალითაც ვუყურებთ, მაგრამ თავის ტვინში თუ არის რამე მიმდინარე, ამის ესე პირდაპირ დიაგნოსტიკა ჩვენ გვიჭირს. შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის დიაგნოზის დასმა ესე ჩვენი მხრიდან არ გამოვა. კი. ძალიან საინტერესო იყო, აი ბოლო რეფრაქციასთან დაკავშირებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს ზოგადი ჩამოყალიბებული აზრი რაც არის, მაგაზე ვთქვით, რომ ასე ვთქვათ, პლუსთან დაკავშირებით ასაკი ასე ცალსახად შეზღუდული არ არის, რომ მაინც 18 წლის უნდა იყვნენ. მადლობა და რა ვიცი, ძალიან დიდ და ბევრ წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ძალიან დიდი მადლობა, რომ საინტერესო თემები გავუშალეთ დღეს. მადლობა. მადლობა, კარგად ვანდებოთ.